ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, ძვირფასო გამომწერებო. შეგახსენებთ, რომ ეს არის გაშლა, მდგომარეობა, უშუალოდ მიმდინარე ენერგია, რა ენერგიებში არის ახლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ან თქვა თავად თქვენ. ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, ვერცხლისფერი რა არის და ფოსფორისფერი კუ. ძალიან მიყვარს ვერცხლისფერი და ვერცხლისფერი კუ. დავარქვი ფოსფორისფერი კუს ვერცხლისფერი კუ. მოკლედ გავაკეთეთ თქვენს მდგომარეობაზე და მიმდინარე ენერგიაზე გაშლა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდი ინფორმაციები არ გადმომესახა, მაგრამ იმასაც არნიშნავს, რომ ძალიან, როგორ არის იცით, ძალიან ძიმე რაღაცეები გაქვთ გავლილი, ზედმეტად ძიმე რაღაცეები. არ ვიცი მე თქვენ რა ადამიანები ხართ, ან ვინც ჩაიფიქრეთ ის რა ადამიანი არის და ამ ყველაფერს როგორ გაუძლო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად გადარჩა. ეს ადამიანი გადარჩა. ამ წუთის მდგომარეობით ახლა რა ხდება გონებაში, პიროვნების აზრები, ფიქრები, მისწრაფებები და გეგმები აბსოლუტურად არის საკუთარი ბიზნესის, საკუთარი მდგომარეობის და ფინანსური სიტუაციის აშენებისკენ წარმატებული, აი მის გონებაში, ვინც ჩაიფიქრეთ, ან თქვენს გონებაში, შეიძლება თქვენი სახელი და გვარი თქვით და თქვენი მდგომარეობის გაშლა გაინტერესებდათ, აბსოლუტურად უსაფრთხო და აბსოლუტურად ბარაქიანი მიზნებისკენ მიდიხართ და ფრთხილი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ სტაბილურ და კარგ ნაბიჯებს დგავთ. რაც თქვენ ძალიან დიდ ავტორიტეტს მოგიტანთ, მართალია ნელა აკეთებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენი ბუნებიდან გამომდინარე და მინდა გითხრათ, რომ საკუთარ თავში ხართ დარწმუნებულები და ეს რწმენა თქვენს ნაბიჯებზე უფრო მეტად გააძლიერეთ, თქვენი ნაბიჯებს ყოველთვის მიაყოლეთ თქვენი საკუთარი თავის რწმენა. შეიძლება ეს ადამიანი, ვინც მიყურებთ, იყოთ ახლა ემიგრაციაში, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ სამყარო საკმაოდ დიდ ენერგიას და წყალობას გიგზავნით და გიჭერთ და მინდა გითხრათ, რომ იღბალი და წარმატება თქვენ რომელ ქვეყანაშიც იმყოფებით, ნამდვილად არ დააყოვნებს. არ ვიცი, აი თითქოს გამოეცალეთ გეოგრაფიულად იმ ადგილს, სადაც თქვენი ეს გავლილი ცხოვრების ტრამვები და საშინელებები ხდებოდა, რადგან არსებული გაშლით აღნიშნავ, რომ ეხლა ამ წუთას კარგ სიტუაციაში და კარგ მდგომარეობაში იმყოფებით, ამიტომ თუ გეოგრაფიულად არ შეგიცვლიათ ადგილი, აუცილებლად შეიცვალეთ. თუ უკვე შეცვლილი გაქვთ და საზღვარგარეთ იმყოფებით, აბსოლუტურ წარმატებაში და ჰარმონიაში და პოზიტიურობაში და თვით რეალიზაციაში იქნებით. აბსოლუტური ინტეგრაცია გაქვთ და აბსოლუტურად მნიშვნელოვანი მოვლენები იქნება და ახალ ეტაპზე იქნება თქვენი გადასვლა. ეხლა ადამიანის სოციუმში არ ვიცი რატო ამომდის ესე მკვეთრად, მაგრამ ადამიანის სოციუმში არის დაბნეული, ძალიან დაბნეული ხართ სოციუმისთვის, თქვენი ნაცნობებისთვის, თქვენი მეგობრებისთვის, თქვენი გარშემო მყოფებისთვის. სოციუმი არ იგულისხმება უშუალოდ სოციუმი იგულისხმება უშუალოდ თქვენს სოციუმს, ანუ თქვენს ადამიანებს, ვინც თქვენ გარშემო არიან და ძალიან შფოთვებში ხართ ამ ადამიანებისთვის, აი ძალიან დიდი ტკივილი გადევთ გულზე და აი ამ ტკივილისგან და ამ წოხარებისგან ცდილობთ განთავისუფლდეთ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ამას მე მგონი აშლილობა აქვს და მე მგონი ვერ არის მატორზე განადგურ და ეს რაღაცა ისე ფიქრობენ, თუმცა ეს მხოლოდ მათი ფიქრები არის, რეალურად თქვენი მდგომარეობა და თქვენი სიტუაცია ძალიან კარგად არის. გულში რაც გიდევთ და რასაც დარდობთ, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოიხსნათ სასწრაფო წესით, იმიტომ რომ თქვენ თავს თქვენ თვითონ აძახებთ, რომ მე დავმარცხდი, მე ვარ დამარცხებული დოღის ცხენი. აი ესეთ პოზიციაში აღიქვამთ თქვენ თავს და თუ მუდმივად საკუთარი თავის დადანაშაულებაში იქნებით, რომ თქვენ დამარცხდით, თქვენ წააგეთ, თქვენ ისე არ გამოგივიდათ, როგორც უნდა გამოგხსოვდათ და თქვენ რაც გეკუთვნოდათ, ის ვერ მიიღეთ, ანუ იცოდეთ ესეთი მოწოდებით საკუთარი თავის მიმართ და ესეთი მიმართულებით ასე დააყენებთ სამყაროს მექანიზმს თქვენს მიმართ და იცოდეთ, რომ გამარჯვებასთან, რომელთანაც ერთი ნაბიჯი
გაშორებთ იმ ერთ ნაბიჯსაც სამომავლოდ დაარსებული მდგომარეობით ვეღარ გადადგავთ. ამიტომ მაქსიმალურად განთავისუფლდით ამ დამარცხებული ვარ და ასეთი ენერგიებისგან და ვაიბებისგან არ ხართ დამარცხებული, სამყაროს უყვარხართ, გწყალობთ, აგერ მშვენიერი საღე-ჯანსაღი გონება გაქვთ, მიმართულება არჩეული და როგორც იტყვიან, შეუბერეთ და დაუბერეთ თქვენს გზაზე. ახლა მისი მოთხოვნილებები, ვინც ჩაიფიქრეთ, ან საკუთარი თავი რომ ჩაიფიქრეთ, რა გააბედნიერებს, ეს არის მომავლის განახლება. კიდევ გეტყვით, რომ წარსული უნდა გაუშვათ, წარსულის გაშვება არ ნიშნავს ჰოპ, ავდგე და დავივიწყო, აქვე გავამახვილებ ყურადღებას, ძვირფასო მესამე ვარიანტო, იცოდეთ, რომ წარსულის გაშვება ნიშნავს მის მიღებას, ოღონდ როგორც ტკივილი არა, როგორც ამბავი. გაშვება რეალურად რას ნიშნავს? უნდა მიიღო ის ამბავი, იმიტომ რომ ის ამბავი აღარ შეიცვლება. ის მოგონება, ის მდგომარეობა თქვენ ვეღარაფერს ვერ შეცვლით. ამიტომ უნდა მიიღოთ. წარსულის გაშვება ნიშნავს ამას და არა იმას, რომ ტვინში ჩალექოთ, ჩაჭყლიტოთ და დაივიწყოთ. არა, უნდა მიიღოთ ის, რაც უკვე იყო და რასაც უკვე აღარაფერი ეშველება. ასევე სახლის მიტოვება, დატოვება გაქვთ, ეს შესაძლებელია ეხებოდეს ბავშვობის სახლს, სადაც რაღაცა თითქოს თქვენთან როგორ არის იცი, ბავშვობაში ჩარჩენილები ხართ. ძალიან ცუდად გეპყრობოდნენ ბავშვობაში და თითქოს ახალი შესაძლებლობები, თქვენს ახალ შესაძლებლობებზე და კრეატიულობის ნაკლებობაზე და ამ ყველაფერზე ძალიან მოქმედებს თქვენი ეს წარსული ბავშვობაში მოპყრობა, ცუდად მოპყრობა. ამიტომ მიიღეთ, ბავშვობას უკან ვეღარ დააბრუნებთ, ვეღარ იქნებით ზრდასრული ქალები და კაცები 5 და 6 წლის ბავშვები და 5 და 7 და 8 წლის გოგო ბიჭები, ამიტომ მიიღეთ ის მომენტი, რაც იყო უკვე თქვენ ცხოვრებაში და გაიაზრეთ, რომ თქვენ მაშინ ბავშვი ვიყავით და ვერაფერს ვერ შეცვლიდით. პირადი ცხოვრება სამი შვილის ენერგია ამოვიდა, ძალიან კარგი დედობის ენერგიები ამოდის, არ ვიცი ხა ვისაც ყავთ შვილები, თუ 2 ყავთ მესამეც გეყოლება, თუ 3 ყავთ ღმერთმა გაგიმრავლოთ. სამი შვილის ენერგია ამოდის აბსოლუტურ დონეზე, მაგრამ იცოდეთ, რომ პირად ცხოვრებაში, არ ვიცი, 15 წლის მანძილზე საშინელი დრამები გქონდათ და საშინელი ენერგიები ტრიალებდა, რაც მინდა გითხრათ და აღინიშნოთ, რომ ეს არ არის თქვენი ბრალი. მაგრამ ეს გარღვევა რომ მოხდა, დაიწყო სიკეთეები, დაიწყო თქვენ ცხოვრებაში და სულ ესე გაგრძელდება. აქ პირად ცხოვრებაში არეულობას, დანგრევას, გაუბედურებას და ასეთ რაღაცებს ვერ ვხედავ. პირიქით, ძალიან კარგი საწყისები გაქვთ, ნაყოფიერება გაქვთ. ვისაც ყავთ ერთი შვილი, 3 ბავშვის ენერგია ჩანს თქვენს ენერგიაში, რომ იცოდეთ, მაგრამ საშინელი წარსული გაქვთ გავლილი, საშინელზე საშინელი და საშინელი. აქ იყო ოჯახის დანგრევაც იყო. შეიძლება პირველი ოჯახი დაგენგრათ და შემდეგ შეხვდით ამ პარტნიორს, რომელთან ერთადაც ძალიან გრძელ გზაზე ხართ წამოსულები. მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, რომ თქვენი ოჯახი ყოველთვის თქვენს სწავლასთან დაკავშირებით გაფერხებთ, ან თქვენ სხვა რაღაცის სწავლა გინდათ და სხვა რაღაცის გაკეთება გინდათ, სულ სხვა რაღაცის ენერგიებში ამოდიხართ, მაგრამ იცოდეთ, რომ ოჯახური ენერგია გიშლით ამაში ხელს, ამიტომ ესეც გამოვასწორეთ. ეხლა აქ არ ვდგავარ და მე რაღაცა თქვენ რა პრობლემები გაქვთ, არ გიქადაგებთ, უბრალოდ გეუბნებით. რასაც ხედავთ, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი და ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ, დაფიქრდეთ, გადაახვიეთ ვიდეო, კიდევ მოусმინეთ, დაფიქრდით, გამოვასწორეთ, ჩაიწერეთ, ჩაინიშნეთ და ნათლად შეხედეთ თქვენს არსებულ მდგომარეობას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პირად ცხოვრებაში რაც ხდებოდა თქვენთან, ეს არ იყო თქვენი ბრალი, აქ იყო შავი ენერგეტიკული ჩარევა, პირდაპირ გაგებით, როგორც იტყვიან, არ ვიცი, საშინელზე საშინელი, სასიკვდილოდ დადებული იყავით და შესაბამისად ეს ყველაფერი უკვე მოლეულია, არ ვიცი, იქ წმენდა გაქვთ ჩატარებული, არ ვიცი, იქ რა გაქვთ ეკლესიაში ხართ მისული და პარაკლისი გაქვთ გადახდილი თუ რა, თუმცა ნამდვილად მოშორებული გაქვთ ეს ციბინძურე და ახლა მხოლოდ კარგი და კარგი ენერგია ამოდის. ჯანმრთელობა ძალიან კარგი ამოდის, ძალიან ნაყოფიერი და საკმაოდ კარგი თუ ვინმე ფიქრობთ ბინის ან კერძო სახლის შეძენას, აბსოლუტურად აუცილებლად გამოგივათ, იცოდეთ, წითელ ენერგიაში ამორდის, ანუ ჩქარა და სასწრაფოდ. ამიტომ ბედნიერი და კმაყოფილი განაგრძეთ თქვენი გზა, თქვენი
ასე ვთქვათ, ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად გაამყარეთ და ის კი არ თქვათ, რომ მე დავამარცხდი და მე დამარცხებული ცხენის ფორმაში ვარ. არა, თქვით, რომ თქვენ ხართ წარმატებული ადამიანები, ოღონდ ეს ჰაერში გასროლილი სიტყვების ბლაყუნი არ იყოს, ნამდვილად უთხარით საკუთარ თავს, რომ ხართ ბედნიერები და ნამდვილად დააფასეთ ის, რაც გაქვთ, რომ უფრო მეტი მოგეცეთ. წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით.